გამარჯობა ძვირფასო მსმენელებო. როგორც ხედავთ ამ ბოლო დროს უკვე 10 დღეა გამძინვარებულია სტიქია გვერდზვის. ასე ვთქვათ, ზამთარმა თავისი კუდი მოიქნიაო. ხო, და ესეც გახდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირების საგანი, რომ მათ თუ დაუჯერებთ ხელისუფლება არაფერ ღონეს არ ხმარობს ამისთვის, რომ დაეხმაროს იქ მოსახლეობას, არა და ამათ ხელისუფლების მხრიდან მიდის, რომ იქ არიან გარეგნულად ეს ჩანს კარგად. ხო, და რომელს უნდა დაუჯეროს მოსახლეობამ, ეს ხალხი ვერ გაიგებ. ორად არის აქაც დაყოფილი. და რაც შეეხება ახლა საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებს, აგერ 28 თებერვალს გუშინ წინ უნდა შემდგარიყო შეხვედრა, დანიშნული იყო თეთრ სახლში ბატონ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, მაგრამ ისე წარიმართა ის შეხვედრა, რომ უნდა ითქვას, ახლა რომ არ შედგა, არ ქვია ამას, ვერ დაუძახებთ ამას, რომ რამეზე შეთანხმდნენ და ბოლომდე ისე წარიმართა თითქოს, რომ ეს პროფესიონალური მოგრივეები რომ გამოდიან რინგზე და წინასწარ ემუქრებიან ერთმანეთს, ორივეს მხრიდან, უფრო ზელენსკის მხრიდან მიდიოდა ეს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ის დამარცხებულია. ნუ ახლა არც მე იმაზე არ ვლაპარაკობ და არ არის ჩემი პოზიცია, რომ ტრამპი ანგელოზია, მაგრამ ასე თუ ისე რაც დაინახა ხალხმა და რაც თვალში მოსახვედრია, რომ ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ ჯერჯერობით. და აი ამ საკითხებზე რომ დავიწყოთ საუბარი, კახა და უთხრათ ჩვენს მსმენელს თუ რა არის და რა პერსპექტივები არსებობს აი ამის შესახებ ჯერ ქვეყნის შიგნით და მერე ქვეყნის გარეთ. რას უნდა ველოდეთ ჩვენ? კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. ესე იგი, პირველი თემა სტიქია და საქართველო. მეორე თემა ის, რაც მთელ მსოფლიოს მართლაც აოცებს და ალაპარაკებს, ცნობილი პაექრობა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში. ასეთი რამ დიპლომატიის ისტორიას არ მგონია, რომ ახსოვდეს, რაც კაბინეტში განვითარდა. მთავარი რა არის, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენი სათქმელია, რომ ჩვენ საზოგადოება შევახსენებთ იმას და ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვეულებრივი თვალით არ ჩანს, მაგრამ რაც ყველაზე დიდად მნიშვნელოვანია, არის მოვლენა და აი მოვლენის პირობებში კაცობრიობამ რამენერად უნდა დატოვოს ის ძველი უარყოფითი განვითარების მომაკვდინებელი ფორმაციული მდგომარეობა და გადაინაცვლოს ახალზე. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. ძველმა თუ არ დაამთავრა თავისი არსებობა, იმ ძველს თუ ფარდა არ აეხადა, ახალისთვის, ასიახლისთვის გზები არ გაიყვალება და აი ამ ურთულეს გზას ადგა როგორც საქართველო, კარგახანია, ცნობიერ დონეზე, ასევე კაცობრიობად შესული ამ ფაზაში და მიმდინარეობს ძალიან მარტივად კერპების მსხრევის დრო და რაც აქამდე იყო დაფარული, ეს ზედაპირზე ამოდის ჩდება. ხო, ამას თითქმის ყველა გადაცემის თავში თუ ბოლოში ამ თემას ვეხებით, სხვანაირად არ გამოვა. გვესმის ახლა ჩვენი დაფარვის მასშტაბებისაც და ამიტომ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ჯიუტად წყლის წვეთის პრინციპით. აი ეს ცნობა მაინც უნდა გამოდიოდეს, რომ ესეა და ბოროტების გზა გვაქვს დასაგდები და რა არის ეს ბოროტების გზა ჩანს. მივხედავთ ახლა ჩვენს საქმეს მაინც სტიქია და საქართველო. ორ ნაწილადაა გაყოფილი აქაც საზოგადოება. ერთი ნაწილი აქებს ხელისუფლებას და ხელისუფლება თავს იქებს, რომ რაც შეუძლია იმას აკეთებს. მეორე ნაწილი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები და რადიკალური ოპოზიცია, განსაკუთრებით პროდასავლური, თავგამოდებით აკრიტიკებს, წასულები არიან თვითონაც დამოუკიდებლივი ერთვებიან სამაშველო ოპერაციებში და ყოველ სანტიმეტრზე და ყოველ ნაბიჯზე ამხელენ, რომ არ კეთდება, ვერ აკეთებენ და
ასე შემდეგ. საგარეო სარბიელზე რომ გააფთრებული ბრძოლა გამართული ამ ორ ძალას შორის, ეს ხო ფაქტია და ცხადია და აი სტიქიაც გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ასევე იყო რაჭაში ძალიან ტრაგიკულად განვითარებული მოვლენების ამბებზეც და ბოლოს სად არის სიმართლე და რაშია საქმე. სიმართლე არის იმაში, რომ სტიქიური უბედურობები და სტიქია დედამიწაზე ყოველთვის არსებობს როგორც ძალიან მძლავრი განმაპირობებელი ძალა და არც ერთი ეპოქა სტიქიისგან თავისუფალი არ ყოფილა. ამა თუ იმ ფორმით უმკლავდებოდა ადამიანი, შესაძლებელია მოჰყოლოდა ამას მასობრივი გადასახლებაც, რიცხოვნობის შემცირება, მასობრივი გადასახლება, ხალხთა დიდი გადასახლებების ერთ-ერთი საწყისი, ცივილიზაციათა დამხობაც, ან შეცვლა, დიდი ცვლილებების წინ, დიდი კლიმატური პირობების ცვლილებებიც ხდებოდა. ამ მოვლენებისგან არასოდეს არ იყო თავისუფალი და გამოთავისუფლებული დედამიწაზე ჩვენი ყოფიერება. მაგრამ მაინც რა არის ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი ბოლო პერიოდში არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში გამძინვარებული სტიქიის წინაშე როგორ ხდება ადამიანი, ასე თუ ის ქვეყანა, ჯერ ეს ათბობის მიზეზით ხდება თუ როგორ არის, ბოლომდე გარკვეული არ არის ეს საკითხები და ვიცით რომ კლიმატი ერთფეროვანი და ერთგვაროვანი არ ყოფილა. უმთავრესი არის ის თუ საზოგადოება რა ფორმაციულ მდგომარეობაში არის, მის ხელში რა შესაძლებლობები არსებობს, ეს ყველაზე მთავარი. ჟაბაასი ბევრია და უსმენთ რა თქმა უნდა თვალყურს ვადევნებ და ერთ-ერთმა ადამიანმა როდესაც დარეკა ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში შევიდა და მან ხაზი გაუსვა რომ როცა ჩვენ სხვა სოციალისტური წყობის პირობებში ვცხოვრობდით, ყველა სოფელში იყო მეურნეობა, კოლექტივი, ყველა კოლექტივს ყავდა სათანადო ტექნიკა და როცა სტიქიური უბედურება, სტიქია გამძლავრდებოდა, თვითონ ყველა სოფელს ეს სიმძლავრეები გააჩნდა, სოფლებში ახალგაზრდობა იყო და იოლად გადასალახი იყო იმ პერიოდში სტიქია, იმიტომ რომ ის წყობა მაინც იყო ხალხისთვის, შრომელი ადამიანისთვის და ეს არის კაპიტალიზმიო, სოფლებს არ აქვს სათანადო სიმძლავრეები ადგილებზე, სოფლები დაცლილია ახალგაზრდობისგან, ვისაც შეუძლია ის გადათოვლოს და რა ფიზიკურად სამაშველო საქმეები გაწიოს. ქვეყანას არ აქვს საჭირო მარაგები, ვიცით რომ იმ პერიოდში რამხელა სამხედრო მარაგები იყო რამოდენიმე წელი სურსათით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო და ეს მარაგები ჰქონდათ არა მარტო საბჭოთა კავშირს, სხვა ქვეყნებსაც ეს მარაგები დიდ სახელმწიფოებს გააჩნდათ. მოკლედ იმ წყობის და იმ ძველი ეპოქის პერიოდში სტიქიას გაცილებით მომზადებული ხდებოდა ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ასეთი ტექნიკის სიმძლავრეები არ არსებობდა, მაინც არ არსებობდა. დღეს უფრო განვითარებულია სათანადო ტექნიკა, მაგრამ კაპიტალისტებს ან ჩვენ დიდრებს კი აქვთ თავისთვის ეს ტექნიკა, მაგრამ ეს ტექნიკა კერძოთა ხელშია და ამ კერძოთა ხელში მყოფი ტექნიკის ორგანიზება შეუძლებელია ესე უცებ სამხედრო წესით გაუწიო ორგანიზება, როცა არც აქვს აღნოსხული და თვით სახელმწიფო არ გააჩნია საჭირო რესურსები და საჭირო მიმართულებით ყურადღება არ არის გამახვილებული, იმიტომ რომ კაპიტალისტურია სახელმწიფოც, დიდრის ხელშია ეს სახელმწიფო რესურსიც და ეს მდიდარი სახელმწიფო რესურს ახმარს პირადი მეურნეობის გაძლიერებას. ასეთი ადამიანის ის მდაბალი ბუნება, რაც ყველაზე მეტად არის გაფურჩხული აი ამ ფორმაციის პირობებში. ამიტომ მომძლავრებული სტიქიის პირობებში ყოველთვის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სადღეისოდ არის ჩავარდნილი. უამრავი უკმაყოფილება ჩნდება საზოგადოებაში. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხანი არაა გასული, რაც ძალიან დიდმა თორმაც გადაუარა, შემდეგ გაუგონარი ხანძრები იყო ამერიკის შტატებშიც და თვითონ ეს სამაშველო
სამსახურის წარმომადგენლები გამოვიდნენ და ღიად თქვეს, ეხლა ჩვენ რო გვაბრალებთ, ჩვენ თავგანწირვით მუშაობთ, მაგრამ კადრები არ ყოფს. არ არის შესაბამისი რაოდენობით შესყიდული საჭირო ტექნიკა, რითაც უნდა გაუკლავდეს სტიქიის მძვინვარებას. არ არის მოსახლეობისათვის გათვალისწინებული სადაზღვევო საშუალებები, რაც მართლა საზოგადოებრივ ეროვნულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს. ჩვენ რაში გვიძლია ადამიანებს, რა შეუძლია თანამედროვე საზოგადოებას თუ ის სწორი მიმართულებით არის ორგანიზებული, ძალიან ბევრი რამე შეუძლია. იმიტომ რომ დღეს სხვა ტექნიკური შესაძლებლობები არის, მაგრამ როცა გადანაწილება ასიმეტრიულია, როდესაც უმცირესობა პირადი გამდიდრების მიზნით ხმარობს მთლიან ქვეყნის რესურსს და სახელმწიფო კასტრირებულია, სახელმწიფო ხელისუფლება შეზღუდულია თავის მოქმედებაში, იგი არ მონაწილეობს პირდაპირ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მისი დაფინანსება წირია, არ ყოფნის ის სახსარი, რომ შესაბამისი თუნდაც სამაშველო სამსახურისათვის საჭირო ინვენტარი ქონდეს შეძენილი, ვერტფრენები ქონდეს შეძენილი, საჭირო მანქანაერაღები, შესაბამისი ბულდოზერები და ასე შემდეგ გაგვაჩნდეს. განსაკუთრებით აუცილებელია სწორედ საქართველოს მსგავს ქვეყნებისთვის თაღორიანი ქვეყანა ვართ. ისეთ ზონაში რომ ასეთი სტიქია მაინც მეორდება, გვახსოვს საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ჰქონდა ადგილი მაღალმთიან აჭარაში, მაშინაც სვანეთში იყო. შემდეგ მე დამეწყვრა წავიდა ამხელა ნალექ თოვლის დნობის პროცესი, როდესაც უკვე სხვა ფაზაში გადავიდა და მთელი დასახლებები გაჩნდა და მაინც სახელმწიფომ რაღაცნაირად შეძლო და ააშენა სვანებისა და აჭარლებისათვის სოფლები. და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? დღეს როდესაც მაშინ სახელმწიფოებრივი მიდგომა სულ სხვანაირი იყო და სახელმწიფოს სულ სხვა ძალა ჰქონდა კონცენტრირებული თავის ხელში. დღეს ეს სახელმწიფო მაინც არის ძალიან პირობით, სახელმწიფოებრივი არის პირობითი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის უფრო სატელევიზიო, სადემონსტრაციო, რომელიც უსაფრთხოების გარკვეულ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ეგ არის და ეგ, მაგრამ იმის იქით ვერ მიდის. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში ვერ წავა, რომელსაც არ აქვს პირადი ეკონომიკა, რომლის ეკონომიკაც დამოკიდებულია ტრანზიტზე. აქ გაატარებენ თუ არა ტვირთს, აქ შემოვლენ თუ არა ფულიანები, აქ დაატრიალებენ თუ არა საკუთარ ფულად რესურსებს. როცა სახელმწიფოს ეს ეკონომიკა, ეროვნული ეკონომიკა საერთოდ არ გააჩნია, ასეთი სახელმწიფოს ბიუჯეტი იმდენად მწირია, რომ ამ სახსრების გადანაწილება საჭირო ინვენტარის შეძენისათვის არ არის. თუ უფრო გავაღრმავებთ საკითხსაც არა, თავად ამ ასიმეტრიული გადანაწილების პირობებში ევროკავშირსაც კი არ შეუძლია თავის სამხედრო თვალსაზრისით თავდაცვითი პოტენციალის საჭირო სიმაღლეზე შენარჩუნება. რატო აქაც ყველაფერი ახსნადია, როცა მოსთხოვეს, რომ თქვენ უნდა გაზარდოთ დაფინანსებები, ყველაფერი დათვლადია ეს. ბიუჯეტი ესე ხო არ იზრდება, ბიუჯეტია ქვეყნის შემოსავალი და აი ამ შემოსავალს როგორ გადაანაწილებ, მაშინ რომელიმე დარგებს უნდა მოაკლო. თუ სამხედროს უნდა მომაკლო, რომელიმე დარგს უნდა მოაკლო, ისი არ ხდება. სწორედ ვერ გამოვა. ამერიკას ჰქონდა ევროპის თავდაცვა თავის თავზე აღებული, ევროპაში კეთდებოდა ერთგვარი სამაგალითო ხელოვნური სამაგალითო სივრცე და ნუ ახლა გარკვეული მიზეზების გამო ამერიკა რაღაცებზე ამოფსორს, ეს კიდევ სხვა საკითხია. ესე იგი, კაპიტალისტური ფორმაცია, კერძო საკუთრების განუხრელ პრიმატზე აგებული ფორმაცია, ეროვნულ ინტერესებს ვერცერთ შემთხვევაში ვერ პასუხობს. მით უმეტეს თუ ყველანი ბუნების შულები ვართ, ეს ბუნება შეიძლება გარისხდეს. ხატოვნად თუ ვიტყვით. ანუ მოხდეს კლიმატის მკვეთრი ცვლილება, ან აციების, ან პირიქით, როგორც ამბობენ, ათმობა მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობსო და ეს გაართულებს ცხოვრების პირობებს. მაგრამ როდესაც კერძო საკუთრების განუხრელი პრიმატია და მხოლოდ ასიმეტრიული გადანაწილებით ფაქტიურად ეროვნული ენერგია იკარგება, იმიტომ რომ
ერთ ნაწილში იყრის თავს ეს ეროვნული ენერგია, ეროვნული დოვლათი და ამას ეს მცირე ნაწილი ვერც ითვისებს. ეს არის ოქრო შენახული მიწაში და დანარჩენი უმრავლესობა ამ რესურსთან დომას კარგავს. და სახელმწიფო მინიმალურ წესრიგს ამყარებს, რომ ეს რეჟიმი იყოს შენარჩუნებული. ასეთი სახელმწიფო არის კასტრირებული სახელმწიფო, რომელსაც არც ერთ სერიოზული საგარეო და საშინაო გამოწვევის გამკლევა არ შეუძლია. ეს იქნება მერთვა დაგვიფაროს და ის საომარი მდგომარეობა, არ შეუძლია ასეთ სისტემას, რომ მან ომი აწარმოოს და ესეც ნათელყოფილი არის ევროპის და ამერიკის მაგალითზე. მიმდინარე ომიც სწორედ ამას ადასტურებს. აი მდიდარი კაპიტალისტური ქვეყნები არიან, მაგრამ აი ომი როგორიც გაჩაღდა უკრაინის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის, დასავლეთმა ამ ომში ვერ აჩვენა ვერაფერი, ვერანაირი მაჩვენებელი. სტიქია დაგვაწყო. იგივე ხდება და უფრო უარესი. აღმოაჩენ, რომ უპატრონოა ადამიანი და ხელისუფალი ხლა ამ შემთხვევაში, ხო? მას რა თქმა უნდა პასუხისგებლობა მასია, მაგრამ მის ხელში არ არის რესურსი, მის ხელში არ არის იმდენი თანხები. თავიდანვანებად რომ ის თანხები რაც მათ ხელშია, როგორი უმიზნოდ იხარჯება და როგორ კორუფციულ სქემებში იკარგება. აი ხლა ამის ნათელი მაგალითი აქ თუ ამას თვალს უხუჭავთ და ერთი ნაწილი თვალს უხუჭავთ, რა თქმა უნდა. თითქოს არ არისო და ოცნებებში ვარ ჩაკარგული, მაგრამ აგერ ეხლა ყველაზე წამყვანი ზესახელმწიფო თავის თავზე რეებს ლაპარაკობს, რომ თურმე რაში იხარჯებოდა და იფლანგებოდა ეს სახსრელი რა. არ რეალურად რესურსი არ აქვს და რა გააკეთოს. ალბათ ადგილზე გამგებელი მერი, ეხლა მერი ქვი, ხო? რა საშუალებები აქვს, სადაა ბიუჯეტი გათვალისწინებული, რომ მას თითოეულ სოფელს ყავდეს საჭირო სიბრძნაურის თანამედროვე ტექნიკა, თანამედროვე ბულდოზერები. სად არის ეს? არც ერთ სოფელს, არც ერთ იმას არ გააჩნიეს. ეს რესურსი არ აქვს და ახლა უცებ როგორ გინდა სტიქია, შენ ხომ არ გელოდება, შენ ხომ არ გაფრთხილებს რა. სტიქია ყოველთვის მაინც მოულოდნელია თავისი მასშტაბებით. წინასწარი მზაობა არ არსებობს. ამიტომ არის რომ ახლა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელსაც ამათი დამხობა და მისი ადგილის დაკავება უნდა და ეს სრული ამოძრავებს. ნუ რა თქმა უნდა გარედან მართავენ. ძალიან იოლად გამოვიჭერს ხელისუფლებას ამ პირობებში და ძალიან იოლად შეუძლია რომ უკმაყოფილების ტალღა ააგოროს. და სინამდვილეში როდესაც თვითონ იქნება მის ადგილზე, თუ ეს ფორმაცია არ შეიცვლება კრიტიკულ მდგომარეობაში, ისიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება. შეიძლება ნახევარის ვერ გააკეთოს. ამდენიც ვერ გააკეთოს, რასაც დაუშვათ ეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლობა მაინც რაღაცას ახერხებენ ამ კრიტიკულ ვითარებაში. ხო. ამიტომ როგორ არის იცი რომ თვით კლიმატის ცვლილებაც კი თლიან კაცობრიობას არ ნახობს იმას რომ მას რაღაცა აქვს შესაძლებელი. საშუალებები გააქვს, ტექნიკური საშუალებები გაგაჩნია. აი კლიმატი უნდა შეიცვალოს და უნდა გამკაცრდეს ნებისმიერ შემთხვევაში. დროის აი მონაკვეთში, რასაც ჩვენ უყურებთ, რა ცნობებსაც გვაქვს თანამედროვე მეცნიერული კვლევები, ნუ აშკარაა რომ კლიმატი უნდა გამკაცრდეს. იქნება უფრო მეტი ნალექები, მეტი გვალვები, შეიძლება უფრო მეტი ყინვებით შემოიჭრას, ამპლიტუდა იზრდება მეტეოროლოგიური პროცესების და სხვა რეალური სახელმწიფოებრივი ძალმოსილება თუ არ არის, თუ ხელისუფლება მართლა ერისთვის და ქვეყნისთვის არ არის და სტრატეგიული რესურსები წინას არ გამიზნულად არ აქვს დამარაგებული სახელმწიფოს, რასაც კერძო პირი არ გააკეთებს, იმიტომ რომ კერძო პირს, კერძო ინდივიდს არც აქვს ამის შესაძლებლობა, არც ინტერესი აქვს და არც რაიმე ვალდებულება აქვს. ეს ვალდებულება თავის თავზე რომც აიღოს ვერ შეძლებს. ეხლა მართალია გარკვეული უარყოფით ტენდენციას აქვს ჩვენ პოლიტიკაში ეხლა ადგილი, მართველი ძალა ცდილობს შექმნას ახალი კულტი, პიროვნების კულტი. ჩვენ კიდევ ვაფრთხილებთ მთელ ჩვენ საზოგადოებას და კვლავ ვეუბნებით ერთ ჭეშმარიტებას, რომ ეს არის ჟამი, ეპოქა,
ახალ დროში ვართ უკვე გადასული, რაც ახალ მოთხოვნებს გვიყენებს და ცნობიერი დონეზე ეს გაგვიცხადა უკვე ის ლებელობა საქართველოში გაცხადებული და ახალი სიტყვა გვეუბნება, რომ კერპების დრო დამთავრდა. ესე იგი, კულტების შექმნა შედეგს არ მოუტანს არც იმას, იმ ძალას, რომელიც ამ კულტს ქმნის, არც იმ პიროვნებას, ვისაც აკულტებენ. ხო? იმიტომ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან, ანდა ძალიან სწრაფად კრახით დამთავრდება. და ჩვენ არა ვარ დაინტერესებული, რომ ეს ყველაფერი ჩამოქცევის გზით წავიდეს, იმიტომ რომ ამ ჩამოქცევის გზაზე ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევის საფრთხეა დადებული. არა ვარ დაინტერესებული, რომ ეს ასეთნაირად წარიმართოს, კაცო. ყველა პიროვნებას თავის დამსახურება უეჭველად გააჩნია და არ არის საჭირო ამის გადაჭარბება. ჩვენ ზოგადად ვამბობთ, კონკრეტულად არა გვაქვს უფლება რას ხელდადებით და თითადებით ვილაპარაკოთ თითოეულ პიროვნებაზე, მაგრამ ზოგადად ვინც პოლიტიკაში ვართ, ახლად გაჩენილი უცოდელი ანგელოზები არავინ არა ვართ, ძალიან ძიმე მემკვიდრეობის წარმომადგენლები ვართ, იმიტომ ბოლოს და ბოლოს კარგი მემკვიდრეობის საკითხები ცოტა გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ აქ ოლიგარქები შეიქმნენ ინდუსტრიული ცხოვრების დანგრევის ხარჯზე წარმოიქმნენ და შემდეგ ფულის ჩადების, ასე იგი, ფულადი რესურსის დაბანდების რეგლამენტი დაწესდა მსოფლიო მმართველების მიერ. რეგლამენტირებული იყო. უნდა ჩადებულიყო არა რეალური წარმოების განვითარებისათვის, ამ ზონაში აღმოჩნდით ჩვენ. არამედ გასართობში, თავშესაქცევში, წვრილი ვაჭრობა. და ასე შემდეგ, ატრაქციონებში, რატომაც არა ეხლა დიდარ შეძლებულ ადამიანს ესეც ინდუსტრია არის, ტურიზმი კი ბატონო, აი ეს. აქ უნდა ჩადებულიყო. არ უნდა ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდების შეღება, ბორდიურების აჭრელება, ნიშნებით აჭრელება და ასე. აი ამაში კი ბატონო ჩად. ინფრასტრუქტურა, რომ ეს კიდევ არ არის ეროვნული ეკონომიკის ძირი, ეროვნული ეკონომიკის ძირი არის წარმოება. წარმოებაში სახელმწიფოს სახს არის ჩადების უფლება არ აქვს. ასევე იმ ოლიგარქებს, რომლებსაც პოსტსაბჭო და სივრცის ქვეყნები ჩაბარდათ და ჩააბარეს, დაევალათ, რომ ფული უნდა ჩაედოთ ისეთ სტრუქტურებში, რომელიც არ გამოიწევდა ამა თუ იმ ქვეყნის და ამა თუ იმ რეგიონის წარმოებლურობის აღორძინებას. ამიტომ ეხლა არ გვინდა აქ რაღაცა ძალიან დიდი მითირამბების აგება არც ერთი მიმართულებით. ჩვენ ჯერ ეროვნული ეკონომიკის შექმნისათვის არ მიგვხედია, არადა დრომ სწორედ ეს მოიტანა. სწორედ ამ პირობის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. უნდათ, გვინდათ თუ არ უნდათ, აი ამ პოლიტიკური ჯახის გამო იძულებულები ხდებიან, რომ გადახედონ თავიანთ შეხედულებებს ეკონომიკურ ცხოვრებაზეც. ხო და ამ მიმართულებით ვართ ასამუშავებლები. თუ არა, ესე იგი ახალი გვაქვს ასაშენებელი, ახალი მიდგომები გვაქვს ასაშენებელი. თუ არა ეს გზა დაღუპისაა, ეროვნული ენერგია, ეროვნული რიცხოვნობის შემცირება, ახალგაზრდობის გადინება, უცხოელი შემოსვლა, ბევრჯერ გვიტყვი ეს არის მიმდინარე ნელი ყდომის პროცესი და ამ დროს თუნდაც ძალიან კარგად გარემონტებული კინოთეატრის შენობა, თუნდაც ძალიან კარგად აღდგენილი ტაძრები, ანახლების აშენება, ანდაც კარგი ატრაქციონები, კარგი გასართობი ცენტრები, ხიარულობისა და გართობის. ისე ხაზი უნდა გაუხსათ, რომ გართობის ინდუსტრია ესე არც ერთ სისტემაში არ აყვავებული. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, არა მარტო ფულის კეთება. ადამიანმა ვერ უნდა მოიცალოს, რომ განჭვრიტოს თავისი ყოფის სიდუხჭირის მიზეზები.
ამიტომ ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ გართობაზე ავაწყობ შენ twins. ამიტომ ბევრი გასართობი ადგილები უნდა გაგიკეთო და ასე შემდეგ იქ ნარკოტიკი, იქ ყოველგვარი სიმდაბლე და ყოველგვარი ცოდაში ჩაძირვა. ამ სისტემისათვის მახასიათებელია რა. ხო და როდესაც ასეთნაირად ვაწყობთ და ეწყობა და მხოლოდ ამაში იყო რეგლამენტირებული ფულის დაბანდება, ჩვენ ისეთ ზონაში აღმოჩნდით, ისეთ ზონაში მოგიჩინეს ადგილი პოსტკოლონიურ რეჟიმში. აი ამ პირობებში ეს უნდა შეატარო მდგომარეობას, როდესაც ერის კდომა მიმდინარეობს სასიამოვნო მუსიკის თანხლებით. აი მიძინებით, გართობით, ლამაზი ატრაქციონებით და იმაში ნელა რომ გაიპარო და წავიდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩამოვთვალებ, თუ რიცხოვნობა კი მცირდება, თუ ახალგაზრდა აქედან გადის, თუ უცხოელი აქ ფეხს იკიდებს და არავინ არ დატოვებს ამ შესანიშნავ მიწაწყალს ისე უპატრონო. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან, რა ეს ფორმულა, ხო? ნუ აი ამ დროს ეს აჭრელებული და ალამაზებული რა აზრი აქვს, რა? ხო, როგორ მოვაბრუნოთ აქედან წასული და როგორ დავდგეთ ფეხზე ნაწილობრივ მე მგონი ყველა ვხვდებით რა არის გასაკეთებელი. ნაწილობრივ მაინც უკვე ყველა ვხვდებით რა არის გასაკეთებელი. სულ მინიმუმ ეროვნული ეკონომიკის აღორძინებას მანამ არ დავიწყებთ, მანამ აქ სამუშაო ადგილებს არ შევქმნით, მანამ სხვანაირად არ მიუდგებით და არა მხოლოდ პირადი კაპიტალისტური პირადი ინტერესებით, არაფერი გვეშველება თუ ეროვნული ინტერესს არ დავდებ ქვეყნის მთავარ ქვაკუთხედად რა. და ბატონო აკაკი მოკლედ გვეუბნება, იმიტომ რომ ეს ვერ გავიგეთ ეს მეორედ მოსვლა, მაინდა-მაინც რელიგიურ აღფოფინებით სასწაულებს ველოდებით, ეს სირთულეები არ გვანებებს თავს, ვერ ვეშვებით ამ წელს. ბატონო აკაკი მოკლედაც გვიხსნიდა ძალიან. ეს სხვა არაფერია მეორედ მოსვლა გარდა იმისა, რომ საქართველოში ქართველმა უნდა მართოს, სომხეთში სომეხმა უნდა მართოს, ინგლისში ინგლისელმა და ასე შემდეგ. აი მეორე მოსვლა, ეს საკითხებია გადასაწყვეტილი, ხო? და ყველაზე მთავარი რა არის, არც ერთ ქვეყანას არ მართავს თავისი ქვეყნის შვილი, თავისი ქვეყნის კარგი შვილი. ყველგან ჯერჯერობით მართავს კოსმოპოლიტი, ანაც რაღაც სპეციალურად მომზადებული. სპეციალურად მომზადებული პირი. ამიტომ არის, რომ ნებისმიერი სტიქიის შემოტევა დამთავრდება კიდევ უფრო მეტი ტრაგედიებით. გინდა შველა, მაგრამ ვერ უშველი. იმიტომ რომ მისი შველისათვის საჭირო რესურსი გახარჯულია, მითვისებულია, განკერძოებულია, რეალური რესურსი შენ ხელში არ არის. ამიტომ ვერ ჩემი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა ვერ და თავის სიმაღლეს და ვერ იგდება. ვერ გამკლავდები ვერ სტიქიურ შემოტევებს. ესე იგი, გარემო მთელი ძალით გაიძულებს, რომ რაღაც შეცვალე, დააგდე ბოროტების გზა და საზოგადოებამ და ერმა თავის თავს უნდა მიხედოს. აი ეს არის გარედან. აი სამყარო შემოძახილი კიდე ეგ არის. და პოპულისტური წასვლა და ვითომ და ძალიან თავდადებულიაერსა და ქვეყანაზე და ხალხს უნდა უშევლოს მე ოპოზიციაზე მაქვს ლაპარაკი. ჯერ ერთი ეს პოპულისტური წინგავარდნა და ფსევდოსამაშველო ოპერაციების ჩატარება ხშირად საწინააღმდეგო შედეგებს უფრო გამოიებს ხოლმე და თვითონ ხდებიან საშველები, ეგ ერთი. მერე ამ დროს პანიკის დათესვა და დეზორგანიზაცია უფრო ცუდი საქმეა და დანაშაულიც კია ამ დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დებოში, გარკვეული არეულობა და უფრო მეტად შეუშალოს ხელი მაშველს თავის საქმის გაკეთებაში. ესეც გასათვალისწინებელი არის. და საბოლოო ანგარიშით კეთილი ამით არაფერი არ გამოვა. აი ეს შეიძლება ვთქვათ მოკლედ ამ შტიქის შემოტევის თვალსაზრისით და იქ მე გაზაფხულზე შეიძლება უარესი შემოტევა გქონდეს, არა ვარ დაზღვეული კი არა პირიქით ეს უკვე წინასწარ გასათვალისწინებელი. არავინ არ იცის. მაგრამ ხაზი უნდა გავუხსნათ, სოფლიოშია ძალიან გაძლიერებული სტიქიის შემოტევა და ვერც ერთი თანამედროვე სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება საჭირო ზომაწონით ვერ უმკლავდება. არადა შესაძლებლობები არის, მაგრამ ეს შესაძლებლობები არის გაფლანგული.
ესაა მოხმარებული ეს მთელი ეროვნული რესურსი ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ვიღაც ჩინოვნიკების გამდიდრებას ხმარდება, სხვამეტი არაფერი. ეს არის წყალში გადაყრილი სიმდიდრე. ახლა რაც შეეხება ზელენსკის ფაქტიურად კინჭისყრით გამოძევებას, რასაც ჩვენ დადგმული სპექტაკლი პირდაპირ ეთერით გვაყურებინოს მთელ მსოფლიოს, ამას აქვს ერთი რა მიზანი აქვს, რა თქმა უნდა, დაჭირდათ და დადგეს ეს სპექტაკლი. იმიტომ რომ საერთოდ ბევრი მოლაპარაკება ყოფილა, როდესაც შედეგები არ ვერ მიუღწევიათ, ვერ შეთანხმებულან, მაგრამ ასეთი საჯარო სკანდალი არ მოწყობილა. იმიტომ რომ დიპლომატია საქმეა თავის დიპლომატიის ენა და ყველაფრის თქმა შეიძლებოდა დიპლომატიის ჩარჩოებში, მაგრამ ეს გაცდა უკვე დიპლომატიის ჩარჩოებს და უფრო ხულიგნურ შეხლა შემოხლას დაემკვანა და არაფრით არ შეეფერება ამ უზარმაზარი ქვეყნის წინაშე ჯერ მისვლას როგორ მიდიხარ. მე მის მიერ გაცემული პასუხებიც არ იყო და გადაჭარბებული იყო და ყოველი დღე არის ყოველი გაოცების და ყოველი როგორ ვთქვა წარმოდგენების მსხრევისა. ესე არ შეიძლება. სიმართლის ნაწილი თითქოს ერთ მხარეზეც არის და თითქოს მეორე მხარეზეც არის. ჩვენ არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ტრამპს, რომ მართლაც ზელენსკი და ზელენსკისთან ერთად ეხლა ზელენსკი ყოს შექმნილი ხელოვნური ფიგურაა კაცო. ეხლა ეს ვინ კითხავდა ზელენსკის? საჭირო გვარი, საჭირო წარმომავლობი, საჭირო ცირედი ნიჭი ჰქონდა, ჩაავლეს ხელი, გადაუღეს ფილმი, მოიყვანეს, დასვეს და აკეთებინეს ის საქმე, რაც აკეთებინეს. გამოიყენეს. ახლა რა უნდა ვიფიქროთ? ან ამ ვისაც ესეთ საქმეს ასრულებინებენ, მას აქვს საშუალოზე დაბალი ინტელექტი, ან აქვს საკმაოდ მაღალი ინტელექტი და ძალიან კარგად იცის რა კოსმოპოლიტურ საქმესაც ეწირება და ემსახურება. ესე იგი ესეთი ადამიანი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეკუთვნოდეს იმ ერს, იმ ხალხს, რომელსაც ეს უბედურება უკვე წინასწარ გადაწყვეტილი აქვს და გამზადებული აქვს. და ეს შენ უნდა გააკეთო როგორც რიგითმა იმ დიდი საქმის ჯარისკაცმა, მეომარმა თუ ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა ჩვენ ფსიქოლოგიური პორტრეტების განხილვას არ შეუდგებით, მაგრამ ზელენსკი არის ძალიან იმ დიდი წარმოებული პოლიტიკის ერთ-ერთი ჭანჭიკი. და არ შეიძლება რომ ასეთი მაინც ამხელა მასშტაბებზე რომ გადიხარ, ესეთი ტერმინებითა და ესეთი იმით ელაპარაკოს დიპლომატიიდან ამოვარდნა არის. ტრამპის ნათქვამი იყო ამობთ რომ რაღაც ჭეშმარიტების ნაწილი. ვიცით რომ მამა აბრამის ბატკანი არც ის მხარია, მართალია ბევრი იყო დატრამპულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ ტრამპს აქვს თავისი მართალი სიტყვა ამ შემთხვევაში ნათქვამი რომ მართალია ტრამპი ძალიან ხშირად ხმარობს ისეთ ტერმინებს, ისეთი შემოაქვს, რაც არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის სამომავლოდ ასე ჩვენ ვიცხოვროთ, კარტის თამაში არ არის, კოზრებზე ვილაპარაკოთ და გარიგებებით და ის ვაჭარი კაცის საუბარი არ გამოადგება მსოფლიო წესის. რაც არის, მაგრამ ერთი რამე უთხრა ძალიან სწორად, რომ შენ თამაშობ მილიონების სისხლით და მესამე მსოფლიოს ეთამაშებიო. ამაში აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ მაინც ხო ვაკვირდებით საზოგადოებას, რაღაც ერთი ნაწილი უკ შეიგნო და კიდევ კარგი რომ შევიგნეთ ეს დიდი მიღწევაა კიდე. ვერა და ვერ ჩავიდა ჩვენ ტვინში, მაინც ვერ ჩავიდა ტვინში და ვერ ეტევა. ამ უზარმაზარი სივრცე, რასაც ევროგაერთიანება ქვია, თელეს პოლიტისტებლიშენტი, რაც ეხლა გაბატონებულია. ბოდიშტეზი წირკლიანი გოგოები რო ყავთ სათავეში მოყვანილი, ტვინში არ არის ჩატეული ის, რომ ამერიკა და რუსეთი თუ დაეჯახება ერთმანეთს, ამით დამთავრდება დედამიწაზე სიცოცხლე. თერმობირთვული იარაღი ამუშავდება. შემდეგ არის იქ უკვე ავტომატური სისტემები, რაც ადამიანის გარეშე თვითონ განახორციელებს და თვითონ მიიყვანს ბოლომდე ამ საქმეს. ამიტომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს როცა ახსენებს რომ ეთამაშები ბიჭო, რამის ასე უთხრა.
შეცვիր მოუხოცაო წიხო უთხრა საშუალო დონის კომიკოსო მესამე მსოფლიო ომი არის კაცობრიობის აღსასრული და წინა გადაცემაშიც და არა მარტო წინა გადაცემაშიც ხაზი გაუხსნით რომ ტრამპისეული პოლიტიკის შემოსვლა ეს აუცილებლობა იყო მსოფლიოს თუნდაც აი ამ დროის მოკლე მონაკვეთში რომ გადავრჩეთ რომ უფრო მეტი გაცხელება გამოიწვევდა ყველაფრის დასასრულს რუსეთსა და ამერიკის დაჯახება გამოიწვევს ამას ერთსაც აქვს ის საჭირო რაოდენობის ბირთვული ენერგია მეორესაც აქვს ამ ორზე მეტი ჯერჯერობით სხვა მესამე ქვეყანა არ არის რომ გქონდეს ჯერჯერობით ეს ორი წვეთს ორი მაინც ქრისტიანული სივრცის ქვეყანა წვეთს კაცობრიობის ყოფნის ან არ ყოფნის საკითხებს და ის ვინც ვერ აცნობიერებს რომ უკრაინაში რუსეთი რა ტიპის ომს აწარმოებს ვერ გაუგია რომ მისთვის არის ეს ყოფნა არ ყოფნისათვის ბრძოლა და ცდილობს რომ ამერიკის ჯარები შეიყვანოს ნატოს ეგიდით იქნება თუ რაღაცა და ამათი შეჯახება მოხდეს ვერ ჩადის იმის ჭკუაში რომ ის დედამიწის სიცოცხლის დამთავრებაზე მუშაობს აი დასტური იმისა რაც კაცმა გითხრა 28 წლის და რამდენი წელი გავიდა არის ყველაფერი მზად რომ არიან დაბადებული ის ადამიანები ის ხალხები ის ქვეყნები შექმნილია რომლებიც აიყვანენ და აი ამ პერიპეტიების მომსწრეები ვართ თვითონ ჩვენთან ნუ ჩვენ რა შეგვიძლია სულიერად შევეხიდოთ იმ საქმეს რომ არ მოხდეს ეს დაჯახება და მიტომაც ვაგრძელებთ ამ გადაცემებს მიტომაც ვცდილობთ რომ არ გაჩერდეს ზოგადად ის საქმე რა საქმესაც აქ ფუნდამენტი უკვე ჩაყრილი აქვს ბატონი აკაკის მოღვაწეობით მოვლენასთან დაკავშირებით აიმდენადაა ჩვენი ტვინი გახეშეშებული რომ საკამაოდ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია რას აკეთებს და ანიშებული აქვს რომ კიდე თუ არა ჩაფლავდა დასავლეთი ეს დაგეგმეს ერთად დაგეგმეს არ ტრამპი იყო სხვაგან კაც ყველა მანა მონოლითური იყო კოლექტიური დასავლეთი გადაწყვიტეს რომ რუსეთი უნდა დაემარცხებინათ ბრძოლის ველზე ეხლა პირობითი საკითხი ეს უკრაინის ტერიტორიაზე მოხდებოდა ამიერკავკასიაში მოხდებოდა თუ შუა აზიაში მოხდებოდა სადაც სუსტი რგოლი მოძებნეს ყველგან იყო მცდელობა მაგრამ ნუ აი უკრაინაზე გატყდა ეს ყველაზე მძიმე ამბავი თუმცა საწყისში ჩვენ ვიყავით ჯერ ჩვენზე წავიდა ეს ექსპერიმენტი ჯერ ჩვენ ეს ცალკე სალაპარაკო თემაა კიდე ხო აღმოჩნდა რომ ბრძოლის ველზე ვერ ამარცხებს იჩვეულებრივი შეერაღებით იმ წარმოების საჭირო სიმძლავრებით რაც ამ ტიპის ომს ჭირდება არ შეუძლია კოლექტიურ დასაბის მთელი გასაგებია რომ ეს მის პატივმოყვარებას მის რეიტინგს მის ასე ვთქვათ ზებუნებრივ ძლიერებას ანგრევს პირდაპირ როგორ კაცო შენ 150 მილიონიან დაბეხრეკებული ეკონომიკის ქვეყანად ვერ ერევი რატო ვერ ერევი იმიტომ რომ თურმე აღმოჩნდა სამხედრო კომპლექსი რომელიც სოციალისტური წყობის პერიოდში სტალინის ხელით ჩამოყალიბდა თურმე ეს ისე უბრალოდ გასატეხი არ ყოფილა მიუხედავად იმისა რომ ანგრიეს მაინც იმედენი ქონია შექმნილი და ისეთი ქონია შექმნილი და ისეთი მიღწევები ქონია რომ ამის რეალიზაციით მან შეძლო და გაუძლო სხვათა შორის უკრაინასაც ჰქონდა ის მარაგი შემორჩენილი ნუ რამზეც შეალიეს და მეორე რუსეთის მიერ ახლა ჩვენ თავიდანვე ვამბობთ რომ ნუ ესე იგი აუცილებელი იყო რომ გაჩერებულიყო და ნუ ესე იგი ტრამპის პირით მოდის და ტრამპის ხელით მოდის არა ამ ჯგუფის მოდი ვთქვათ რესპუბლიკური პარტიის ხელით რაც ეხლა შემოიტანა ეს იყო აუცილებლობა რომ კაცობრიობა გადარჩეს დროებით მაინც რომ რაღაცა მე ნელა მაინც იქნება როგორღაც ამ ზოგი სტიქის მოძალებით ზოგი ამ ეკონომიკური ომებით რაც უკვე დაწყებული არის ნელა ეს ქვეყნები იძულებულები ხდებიან რომ ეროვნულ ეკონომიკაზე იფიქრონ ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე იფიქრონ ესე იგი ადამიანიერი კაცობრიობა ღვთაებრივ წარმონაქმნია და მეორე მოსვლა ნიშნავს ეროვნული საკითხების გადაწყვეტას ეროვნული საკითხებისკენ ახედებს ჩვენ ყველა ვიდექით კოსმოპოლიტურ რელსებზე მაგრამ ამას ახლა აღარ მოვყვებით რა მიზეზებით და როგორ აი ფაქტის წინაშე უკვე ვართ რომ ესე იგი ის გზა გაჩერდა ჩაიფუშა და უნდა გაჩერებულიყო
და დისტანცირება ეს დადგმული სპექტაკლი ემსახურება სწორედ იმას, რომ განსაკუთრებული სიმძლავრით მოხდეს ამერიკის დისტანცირება ამ მომენტიდან. არ მეღიათ გავლანცხე, მეღიათ შეუტერა და დაინახეთ, რომ მე საერთოდ ცვლიან პოლიტიკას, აღარ შეერდავს გავთ, აღარც იმას. პირიქით ვიწყებ თვით კრიტიკას, ეს ომი არც უნდა დაწყებულიყო, მე რო ყოფილიყო, ეს ომი საჭირო იყო, თუ საჭირო იყო ტრამპის ხელითაც კარგად დაიწყებდნენ, ომი საჭირო ამუნიციით მომარაგებას უკრაინის ჯარებისას თვითონ ტრამპის პერიოდშივე აკეთებდნენ. ესეც ყველაფერი ვიცით, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატის შეცვლისათვის საჭიროა, როგორც ჩანს, ჩატოლეს ასეთი ღია შოუს დადგმა. საჭირო იყო, რომ ვემიჯნები. უკვე კოლექტიური დასავლეთი გამოვიდა მსოფლიოეთ ჯოჯოხეთი, რომლისგანაც უნდა დავიხსნათ თავი და ვქნით ბრიქსის კავშირს. ამიტომ თვითონ ემიჯნება და ერთდროულად ჩრდილოეთთან გამანადგურებელ ომს თავს არიდებს. ეს ერთი. და არა მარტო ეს. მიზანი რა არის? სამი მთავარი ობიექტია ამ შემთხვევაში, ხედავთ. შტატები, ჩინეთი, მისი მოწინააღმდეგე ეკონომიკური და რუსეთი. ძალიან უნდათ მისი ამორიცხვა ეს რა გლობალური სახელმწიფოა გაიძახოდნენ და ჟანგიანი ტანკები ყავს და არ ჯეროდა პრინავი დაიშლება ვერც აფრინდებიან. მაგრამ რუსეთი თვითონ თავად გამოცემულ ჟურნალშიც აქვთ, რომ იქ ორი კაცი ზის და ისინი წვედნენ საკითხებს. რუსეთი. ახლა აშკარაა, რომ ამერიკა ცდილობს ყველანაირად რუსეთთან გარეგნულად დაათბოს ურთიერთობა. უკრაინის ნაწილი რაღაც გადაცემით რუსეთი ჭყალებს ჩავსვათ დაიმეგობროს, ანუ დაიქვემდება როს ჩინეთის წინააღმდეგ დიადი ბლოკადის მოწყობისათვის. ამიტომ რუსეთს დღეს აქ გადასაწყვეტი საკითხი. და როგორია სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთს? ან დაყვეს ტრამპის მოთხოვნებს, რაც ტრამპის ბირთვს უნდა და მოითხოვს. ტრამპის ბირთვი მზად არის, რომ უკრაინა დაუთმოს იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი და ამერიკა ხდებიან მოკავშირეები და თავისთავად რუსეთი ხდება ამერიკაზე ეკონომიკურად და შემდეგ რა თქმა უნდა პოლიტიკურად სრულად დამოკიდებული და ამერიკა რუსეთი ეს უდიდესი ძერჟავა, ატომური უდიდესი სამხედრო ძერჟავა ერთიანდება ჩინეთის საწინააღმდეგოდ. საცდური არის და სათქმელი არის, რომ ჩვენ ორივე თეთრი რასის წარმომადგენლები ვართ, იმიტომ რომ ღიათ ამბობენ ტრამპი მაინც რასისტია. რასისტული თეთრი რასა იღუპება და ამისი პირობები იქ არსებობს. ამას არ გავაგზავნებ საუბარს. ან ისევ დასავლეთის ახალი ტიპის მონობაზე აწერს ხელს რუსეთი და თავის საზოგადოებასთან გამარჯვებულად იქნოს ამისთვის დაეთმობა მას უკრაინა ან უკრაინის ნაწილი მაინც უარ სიტყვის ამ იმდინარე ურთულეს 3 წლის განმავლობაში ურთულეს დაპირისპირებაში იმ ფარულ მოკავშირეებზე და არ თუ ის ფარულ მოკავშირეებს ხას გადაუხსავს თავის ისტორიული ფუნქციაზე იტყვის უარს რა არის ისტორიული ფუნქცია აგვიხსნა და გაგვიმართა ბატონ მაკაკი მოსულმა ახალმა სიტყვამ. აღარ შევეხები, რომ ესე იგი ეს არის ახალი ფორმაციის დამკვიდრების ხელშეწყობა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაწონასწორება და მოსული სიტყვის ქვეყნის აღიარება და საერთოდ დამოკიდებულებათა შეცვლა. ანუ ღვთისმეტყველის ფუნქციაში გადასვლა, იოანეს ღვთისმეტყველის ფუნქციაში გადასვლა. ეგ არის რუსეთის უმაღლესი სულიერი როლი მთელი კაცობრიობის წინაშე და უხედავთ რომ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ქვეყანა ამ კაცობრიობის სვებეთს გვინდა თუ არ გვინდა სათავეებში უდგა და გადაწყვეტილების საკითხები კრემლზე გავლით გადის. ხო, გადასაწყვეტი აქვს, თუმცა თვითონვე ეჭვის ქვეშ აყენებენ ამ საკითხების ბოლომდე ისე მოგვარებას როგორც დასავლეთს უნდა. თუნდაც ერთი მიზეზი ტრამპი დღეს არის ხვალე რომ ტრამპი არ იყოს და მოსულმა დადებული ხელშეკრულებები ბოდიშთა დაჯმუჭნოს და გადაყაროს მე სამივდივართ. ჩვენ ბრძოლაში ვინც გვერდში დაგვიდგა. იმიტომ რომ როგორ არის თუ რუსეთი გადავა აი სცენარის მიხედვით ამერიკის მხარეზე
ზელენსკი უკვე გაყავთ სპაიკი აღარ ასაჭირო. ხომ? შემდეგ იერიში უნდა წავიდეს აღმოსავლეთზე ჩინეთის წინააღმდეგ. აღმოსავლეთზე უნდა გაიაროს ირანი და მიადგნენ ჩინეთს. ირანი მოკავშირეა, ჩინეთი მოკავშირეა, დანარჩენი ქვეყნებიც მხარში დაუდგნენ რუსეთს. როგორ? იქ შეიძლება ეს გაეროს იმაზე ხელისაწევი დიდად არ გამომჟღავნა, მაგრამ სანქციები არ დაანდეს, ვაჭრობაზე უარი არ თქვეს, შემოსავლები არ დააკრდა ამით. ესეც ხო საკმაოდ ცნობილია. ანუ იზოლაციაში რო არ მოექცა რუსეთი და რო ვერ გაგუდეს და რო ვერ მოახჩეს. იმიტომ რომ ამ ქვეყნებმა შეიძლება იქ ხელი კი აუწეს და თავი კი დაუქმნეს, მაგრამ რეალური პოლიტიკა ისი არ გაატარეს, რასაც კოლექტიური დასავლეთის თხოვდა. ესე იგი ესენი ფარული მოკავშირეები იყვნენ რუსეთის. და უკვე ოფიციალური მათი კავშირიც იკვრებოდა ბრიქსით, თავისუფალი ქვეყნების რაღაც, ჯერ ჩამოუყალიბებელი, მაგრამ რაღაც იმის საპირწონედ და საწინააღმდეგოდ, რასაც დასავლური დიქტატი ქვია, ხო? ესე იგი რუსეთი ამ ომმა აიძულა, რომ ის ასულიყო უკვე მაღალ კვარცხლბეკზე, საკაცობრიო კვარცხლბეკზე. მანამდე რაში იყო ჩაძირული? გამომყავს გაზი, გაწვდი ნედლეულით, მე ვჭამ, ხალხი არ მატარებს ბუსი ამ მდგომარეობაში. მე კარგად ავარო, ჩემთან ახლო არ მოხვიდე. მთავარი ამ ფულს მე ვაკეთებ. ამიტომ იყო რომ დაგსელა იქიდან ჩრდილოეთიდან აქეთ გაზი ისის და ფიქრობდა რომ თავის ეკონომიკის დანგრევაზე უარს ხო არ ეტყვიან ეს ქვეყნებია რა. ამიტომ მშვიდობა იქნება და გავლენებიც მექნება, იმიტომ რომ ვენტილი ხო ჩემ ხელშია. კარგად აგაქვს საქმე, იმიტომ რომ გაზი მოგდის, ნავთობი მოგდის. თუ ამას ცოტა მოუჭირეთ, ცუდად გექნება, ამიტომ მე ესე ყოველგვარი დიდი შფოთის გარეშე ჩემ ბრძანებულ ადგილს ვიკავებ, ფული მომდის, ყიდი რა, ნედლეულს ყიდი. ნედლეული კიდევ ბევრია ციმბირში იქ. აი ესეთი პრიმიტიული და მდარე ხარისხის პოლიტიკურ თეთის მწვერვალზე იჯდა კრემლი, მაგრამ ომმა უკვე სხვა სივრცეში გაიგონა, სხვა სიტყვაში გაიგონა. აი რას იზავს ახლა რუსეთი? ესაა გადასაწყვეტი. თვითონ ხვდებიან, რომ ტრამპის წინადადებები შეიძლება ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მრავალპარტიული და არამყარი სისტემა არ გვაძლევს უფლებას, რომ ბოლომდე დავყვეთ. ჩვენ თუ მაგნაბიჯს გადავდგავთ, გამოდის, რომ გუშინდელი მოკავშირეების წინააღმდეგ უნდა მივეხმაროთ დასავლეთ ნაკლებს ავარაუდო. კი, ხო, აი, ყურე როგორი რამეა რა, რომ გამოუვალი ჩიხური მდგომარეობა მაინც შექმნილი და გამოსავალი ჯერჯერობით არც ერთი მხარისათვის არ ჩანს. რა იქნება, როგორ იქნება. ჩვენ ადრევე მიუთითებით, რომ არსებობს საფრთხე, ესეც შეიძლება ზევიდან არის ორგანიზებული, რომ სწორედ ამ დაპირისპირებაში ამერიკა გავიდეს გვერდზე, ან სამოქალაქო ომით, ან აი ასეთი ღია საჩვენებელი გაკიცხებით და კინწისყრით გამოგდებით ხელი შეიწმინდეს ფაქტიურად. ესე იგი გამოიყენეს ეს ჭანჭიკი საჯაროდ მე შემოლანძღეს, არაკლებენ ევროგაერთიანებას საჭირო ხოტბა დიდებას, არა, დისტანცირება მოხდეს და დატოვონ ერთმანეთის პირისპირ რუსეთის ფედერაცია და ევროპა. ანუ კონსერვატიზმი, წარსულში დაბრუნება. ამერიკა არაფერ შუაში არ იყო, ერთი შეხედვით გვერდზე იყო, როცა პირველი მსოფლიო ომი გაჩაღდა ევროპაში, ევროპის ქვეყნებმა ერთმანეთი დაანგრიეს, ისევე მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ამერიკა იმ დროს ჩაერთო და ისე ჩაება, რომ მერე ყველაზე ძლიერი და გამარჯვებული ქვეყანა გამოვიდა და აი ესეთი ძლიერება უნდა დაიბრუნოს, ტრამპმა დაუბრუნოს, ტრამპ ამერიკა ესეთი ძლიერება, როგორც ჯერ აი ალბათ არც ყოფილა რა. ხო. აი ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაშინ თუ ეს გეგმა ასრულდება და შესრულდება, რა გამოდის? ბირთვულ კატასტროფას გაიქცევა ის ვინც მართავს. კი. ევროგაერთიანებას დააჯახებს რუსეთს. ერთმანეთს იმდენად დაანგრევენ და იმდენად დააზიანებენ, არც ერთი აღარ იქნება რაღაც წონის მქონე. და ჩინეთი მაინც მარტო აღმოჩნდება შტატების უძლიერესი სამხედრო პოტენციალის პირისპირ, იმიტომ რომ ვიცით რომ როცა ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირება იქ რუსეთიც გვერდზე დგა, ჩინეთის სასარგებლო, თავისი კოსმოსური დაზვერვით, ყველაფრით
თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით და 2-1-ზე უკვე ამერიკის აქციები კლებულობს. და აი ესეთი გეგმა არის. იმიტომ რომ ევროპას აქვს მცირე ბირთვული პოტენციალი. საფრანგეთია, ახლა ინგლისი რას იზავს, ინგლისი ცოტა სხვა ამბავია. საკმაოდ კარგად შეუძლია დაანგრიოს, გამოთვლილია ეგეც, სულ დათვლილია დაახლოებით რა შესაძლებლობები აქვს, რომ პირველივე დარტყმაზე დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი იკარგება რუსეთში, მაგრამ საბაგიროდ საფრანგეთი წვეთს არსებობას. ამას რა პოლიტიკური შედეგები მოსდევს და ასე წარმოიდგინე რა იქნება. ეს იქნება გავერანებული მხარე, სადღაც კვლავ სიმდიდრე და ერთპიროვნული ძალაუფლების საშუალებები მოიყრის თავს. არსებობს ეს საფრთხეც და აქეთაც ისეთნაირად ავითარებენ, რომ ეხლა როდესაც ეს კონფლიქტი იწყებოდა, ყველამ იცოდა, რომ ამ კონფლიქტის სათავე იყო ამერიკის შეერთებული შტატები და დანარჩენი ეს წაქეზებული კოლექტიური დასავლეთი კავშირი მთლიანობაში. ამიტომ იყო რომ ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ თუკი მე ესე ძალიან დამაწვევით, მე დავარტყავ გადაწყვეტილების მიღებ ცენტრებსაც, რომლებიც ვიცით სად მდებარეობს ოკეანის გარეთ, სად მდებარეობს. ახლა ხდება მაქსიმალური დისტანცირება თუ აგვირდებით. ღია გაკითხვა, პირდაპირ მითითება, რომ რატო დაიწყო ეს ომი და რა იყო ამ ომის საფუძვლები და ასე შემდეგ. რა არის კიდევ ხაზგასაცმელი, რა ხო, ეხლა არაფერს გავამობთ იმაზე, რომ იშვიათ მეტალებზე და კი, ბატონო, არც მი, მაგრამ ეს რომ მივადა გადაწყვეტილია და უმაგისოდ კიდე რა არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა დავინახოთ. ესე იგი, თუ ვერ დავინახეთ, რომ ხეცია და მეფე შიშველია და ეს რა გმართავს და რაზე ლოცულობ და რაზე გქონდა მთელი იმედები, თუ ამას ვერ დავინახავთ, ყოველთვის ბრმები დავრჩებით და ბრმა მის მიმდევარი ორივე ჩაცვიდება უსკრულში რა. ამიტომ კიდევ რა დასანახი. ის რომ უცებ აღმოჩნდა რომ დაუყენა ეს ვაჭრულად საკითხი რომ მიამდენი ჩავდე და 9 ტრილიონის იშვიათი ტონები მინერალები უნდა ამოიღო და წავიღო საწლისშივე იქ. მთელი ეს პოლიტიკური ელიტა, როგორც ევროპის ისევე სხვა, არ მოყოლია მძაფრი რეაქცია. ჩვენ როგორც ვიცით, იქ ევროპულ ელიტამ მოითხოვა რომ ჩვენც რა მას მაგისთანა გარიგება ჩვენ შეგვეძლო დაგვედო, კაც უკმაყოფილო და ასე ჩვენ რაღაც გრჩებაო. ესე იგი ჩვენ ერთდროულად გვაქვს უშველებენ მტაცებლობასთანაც ადგილი. ყველას რომ უნდა გაწეწვა ამ უკრაინას. ესე იგი მიწისძევით რაც იყო ხო იყიდეს და ახლა თუ რამეა მიწის. ახლა მიწის ქვეშ რაც არის იმაზია ტაცია ვატე. ეს ჩვენი ზოგადი სახე და ხეც. აშკარად გასაგებია ყველაფერი. ახლა ორი ჩვენი დრო მე მგონი დასასრულს უახლოვდება, ბევრს ვეღარ გავაგრძელებ. ყველაფერი გასაგებად ითქვა ჩემო გახა. გასაგებად. აი ესეც არის და ხაზგასასმელი, რომ კითხვეს 1-2 ცოტა უკმაყოფილება, რომ აბა ეს რა გამოვიდა, რა ანგარებითი მიდგომა, მაგრამ მთლიანობაში ყველა გაჩუნდა. რუსეთი იმაზეც თანახმაა, რომ მე მოგცე მეფე მაქვს კაცო. შემოვიდე შენი კომპანიებიო და კი ბატონო. ესე გავებული ბრძოლა მიდის რესურსებისთვის და აი ამ რესურსებისთვის და არა გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ამ რესურსებისათვის ბრძოლას შეაწირეს და გაწირეს ბილიონობით ადამიანები არა აფრიკის, არა ლათინური ამერიკის, არა აზიის დაცილებული მესამე განვითარების ქვეყნებს ეძახიან არამედ ევროპის შუაგულში სლავურ სივრცეში მართლმადიდებლურ სივრცეში ძმას აკოლევით ამიტომ იმად გასაგონათაც ვლაპარაკობთ ახლა ზოგიერთი ნაწილი აი რუსეთმა აჯობა და მოიგო და ასე შემდეგ ეს უკვე არის რომ ხო კარგი ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხეს რუსეთი და უთვლიან რომ დასავლეთმა უკანა დაიხევს რაღაც ფორმით იგი უკანა აბა მოდი ახლა ასე ვთქვათ რა რაც უნდა და ამდენი ტრილიონოვის ამ დამოიღოს აიღოს მაგაზე წინა არაფერი არ ვთქვა, იმიტომ რომ ზელენსკი როგორ ჩამოწერეს რომ ეს ხელის მოსაწერა და არ ვარგაო, ეგ გასაგებია უკვე და ხვალე სხვას მოაწერნებენ. და როგორ ჩანს რუსეთის ბზათაა რომ ოღონდ გარკვეულის დაუთმოდა რაღაც გაჩერდეს და თვითონაც მისცემს იმ წიაღისეულს არც მაგაზია პრობლემა. აქ
ნუ დროებით ვითომ გაჩერდა ჯებუკახა, მაგრამ მომავალში ეს არ გაჩერდება ეს წინააღმდეგობები, ომები არ მოიხსნება დღის წესრიგიდან. და დიახ, ჩვენ ისევ და ისევ მივდივართ იმამდე, რომ ჩვენ ქართველს რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი, ეს კიდევ გვაძლევს იმის დროს, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. ჩვენ აქ შევთანხმდით რა და როგორ რაც მოცემული გვაქვს და როგორც კი ამერიკასა და რუსეთს შორის გარკვეული ათბობა წავიდა, აქ ჩვენთან მაშინი აქ და წუხილი. ჩრდილოეთის გზა რო გაიხსნასო, აბა აქტივისტები დაიკლებსო და შემოსავლები. და ადრევე ვამოვით რა, რომ ეს სისხლით მოტანილი ფულია. სისხლით მოტანილი დროებითი შერავათია. სხვაგან ომის გარცეცხლი რო ამ მოგიტანა აქ. და ეხლა ჩვენ იმაზე უნდა ვილოცოთ, რომ ეს ომი გაგრძელდეს, ეს დაპირისპირება გაგრძელდეს, რომ აქ ქარავანმა იაროს და ბაჟი ვკრიფოთ და მე ბაჟეობით ფულები და ჯიბები დავისვოთ. ეგა ეროვნული ეკონომიკა არა, ადრე მქონდა ამ თემაზე, რომ იქ სადაც არ გადის საერთაშორისო ტრანზიტი, რა უბედური ქვეყნები ყოფილან და სკანდინავიის ქვეყნები და ახლა ესია საქმე. ეს არის ჩვენი აი ძალიან გადაგვარებულ მდგომარეობაში ყოფნის ამსახველი კადრები და კიდევ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, არ უნდა დაივიწყოს ხელისუფალმა რა, რომ თუ ეს საკითხები გადაწყდება და პირველი და უმთავრესი საფუძველი იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი, კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენ ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირში და ასე შემდეგ. კონსტიტუციური ნორმატივია. და თუ რუსეთი იქ გადაწყვეტს საკითხს, ჩვენ როგორ ვაპირებთ, თქვენ როგორ აპირებთ ხელისუფლების წარმომადგენლობა ამ საკითხების გადაწყვეტას. გრას უზავთ ამ კონსტიტუციას. ეს ხო იქნება საბაბი იმის, რომ აქ სულ სხვანაირად შემოატრიალოს თავისი სამხედრო ძალა რუსეთის იმპერიამ. მიზეზი და საბაბი ერთდროულად ხო იქნება. ამიტომ ამას ხო ვერ გავექცევით. ამას ვერ გავექცევით. მანამდე გვიწერია. ამიტომ უნდა მოვიდეთ ყველა გონს, ყველას მართებს, ყველა აი ჩვენ გვაქვს ერთადერთი დოკუმენტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია არსებული კონსტიტუციური ნორმატივების და თავად კონსტიტუციის, არსებული კონსტიტუციის ანულირება იგივე კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე. თორე კონსტიტუცია აძლევს მოკალაქეს მოსახლეობის უმრავლესობას იმის უფლებას, რომ ის იყოს ხელისუფლების და ცხოვრების წესის წყარო. და ამ ნორმატივის დაკმაყოფილებით 1,907,000 ადამიანის ხელმოწერით. ნეიტრალიტეტი გვაქვს გამოცხადებული და აი ჩატარებული ყრილობებმა გააუქმა ის შესაბამისი დადგენილებები და შესაბამისი მიღებული კანონები, რითაც ქვეყანა იმართება ფაქტობრივად დღესაც. თუ გვინდა რომ იურიდიული ჯოჯოხეთი რაც ჩვენი ხელით გამოვიჭედეთ და რასაც ვერაფერს ვერ უხერხებთ და რა უნდა მოუხერხო საკონსტიტუციო უმრავლესობა გინდა რომ ეგ მუხლი ამოიღო. ეხლა ვართ ამის გამკეთებლები, არა ვართ ამის გამკეთებლები, არა გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა ახალ არჩევნებს ჩავატარებთ უახლოეს დროის მონაკვეთში. პირიქით ყვირი ვართ რომ რა თქვინდა უკვე ჩატარებულია და უკვე გადაწყვეტ ჩვენ მევიძახით არა? მე ვამ ხელისუფლება ამას ამბობს ეს არის ხო? ოპოზიცია თუ თხოვს რომ რიგარეში ეს სწრაფად ჩატარდესო თავისი მიზეზი აქვს თავისთავად ხელისუფლება პირიქით ნუ გავიგეთ ეს კონსტიტუცია მაინც ესე მყარად დევს სადაც დევს ჩვენი თავის მოსაჭრელი მუხლი დაველოდეთ როდის მოგვაჭრიან თავს თუ იმაზე ვილოცოთ რომ გაგრძელდეს ომი გაგრძელდეს ეს სისხლსა ფული ცილის ამაზეც პასუხს ვერ მოგთხოვს ჩრდილოეთის იმპერია და ასე ბაღნარში და ოცნებებში გავატაროთ ცხოვრება წამზომი ჩართულია გამოსავალი არსებობს ჩვენ ამ გამოსავლის შესახებ არაერთხელ გვაქვს ვისაუბრია და კლავ შევახსენეთ რომ არსებობს ეს გამოსავალი და დასასრულს მინდოდა ჩემო კახა მე მახსენდება და ჩვენ ყოველთვის ბატონი აგების სიტყვები ქართველობის შესახებ რას გვეუბნება როგორ გვიმართავს ვინ ვართ ჩვენ რა მისია გვაქვს დაკისრებული არაერთხელ გითქვიათ გადაცემებში
და მიგვიწვია ჩვენი გადაცემები ამის შესახებ და მოკლედ ვიტყოდი 1-2-3 წუთი. ქართველობა, მოვალეობა, ბატონი აკაკის სიტყვებია ეს, ჩემი სიტყვები არ არის, მე მაგიანი ის არ მაქვს. ქართველობა, მოვალეობა, ესე იგი, წერდე და კითხულობდე ქართულად, ბედნიერება, რასაც საქართველო ჰქვია აი ამ მიწასაც თუ უპატრონებთ, მტერს არ დაუთმობთ და გულში ჩავიკრავთ, ნეტარებას ვეწევით. განა ამაზე მეტი რა უნდა მოითხოვოს ადამიანმა ღმერთისგან, განა მეტი რა უნდა სჭირდებოდეს მას ამ ქვეყნიური არსებობისათვის. უფლის უმაღლესი ქმნილება ადამიანი მაშინ კარგავს თავის დანიშნულებას, როცა იგი მშობელ ერს განუდგება, უარყოფს თავის წარსულს და მშობლიურ ენას დაივიწყებს. ქართული სააზროვნო სამეთყველო ენის შენარჩუნება მსოფლიო ერებისათვის სიცოცხლის შენარჩუნება, არსებობის გახანგრძლივება და მაშინ წარმოვიდგინოთ რა იქნება იგი ჩვენთვის, ქართველებისთვის. ქართული მართლმადიდებლობა მარტო სარწმუნოება არა, იგი უფრო მეტია, მამის სულია, რომელიც უფლის სიტყვას შობს. რწმენის რღვევა, ზნეობის რღვევა და პირიქით, ზნეობის რღვევა კაცობრიული არსებობის სიკვდილია. უფალით უბადებს გარემო შემეცნების უნარს გვაძლევს. ზნეობა ადამიანებად გვაყალიბებს, მოვალეობა ადამიანებად ქმნის. უზნეო კაცი ხეთზე საშიში. ბედნიერება ფულით, ქონებით თუ სხვა მატერიალური სიმდიდრით არც იზომება და არც ფასდება. ქონდეს საცხოვრისი, სახლი, რასაც ღმერთის საუფლო საქართველო ჰქვია. ქონდეს სააზროვნო, სამეთყველო ენა, რომელსაც ლაზარე ქართული ენა ჰქვია და ქონდეს დამწერლობა, ამბანი, რომელიც მამისა ქრისტეს ცნობიერების შემცველ მატარებელია და არის ანი და ხოე, ანუ დასაბამი და დასასრული. განა ამაზე მეტი, ბედნიერება და სიმდიდრე შეიძლება კიდევ არსებობდეს ამ ქვეყნად. გაუფრთხილდეთ საქართველოს, დავიცვათ ქართველობა, არ არსებობს იმაზე უფრო მეტი სიმდიდრე და ბედნიერება ვიდრე ის, რაც ამ ქვეყნიური არსებობისა და ცხოვრებისათვის უფალმა ჩვენ ქართველობას გვიბოცა. აი ეს ვითხრა, მუდამ ეს უნდა გვახსოვდეს და არასოდეს არ უნდა გვავიწყდეს, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, ვინა ვართ, რანი ვართ, ვისი გორისანი ვართ, საიდან მოვდივართ, ეს იმიტომ კი არა, რომ სხვაზე მეტები ვართ, არა, ჩვენი გვაკისრია, ყველა უნდა გვიყვარდეს, მუდამ გვეუბნებოდა ეს ადამიანი, ჩვენ, ყველა, მთელი კაცობრიობა. არავინ არ უნდა გვეჯავრებოდეს ზიზღის და სიძულვილის ენაზე, არც არასოდეს, არც როდის არ გვილაპარაკია ჩვენ, არც შეიძლება, რადგანაც ყველა ერი ღვთაებრივი წარმონაქმნია. მაგრამ პირველ რიგში გვიყვარს ის დანარჩენი კაცობრიობა, იმიტომ ამას გვეუბნებოდა ბატონი ელეგი, რომ ჯერ ჩვენი ქართველობა უნდა გვიყვარდეს. და ჩვენი თუ არ გვეყვარება, ვერც მათ ვერ დავაფასებთ, ეს ასე. ეს ორჯერ ორი იმაზე უფრო მეტი ის არის და ამიტომ მე ეს რამის თქვა მენდოდა ჩემო ახლა ჩვენი გადაცემა. ასე რომ სწორედ ამ ამაღლებულ ნოტაზე დავიმშვიდობოთ დღეს ჩვენს აუცილებლად ჩვენს მაყურებლებს აი ამ უმაღლესი სულიერი პათოსით უფლისგან მიღებული იმ სულიერი ენერგიით, რითაც ეს სიტყვები შექმნა და დაგვიტოვა ბატონმა აკაკიმ. ამით გვინდა დავამთავროთ და ვიქონიოთ იმედი, რომ ხვალიდელი დღე დღევანდელზე უფრო მეტად სასიკეთო იქნება ამ დიად ეროვნული საქმის აი ამის იმედი გადაწყვეტაში. არ მოგვიშალოს. მადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.